ყველა ქართველ ინდოელს შეასწავლის. Იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში ძველი კოლექციები უამრავი საინტერესო დოკუმენტით შეივსო. განყოფილების თანამშრომლებმა მე-19 საუკუნის ფონდებში 500-ზე მეტი საბუთი მოიძიეს. ამ პერიოდის ფონდებში მე-15-მე-16 საუკუნეების ცნობები ქართველი მეფეების მიერ გამოცემული წყალობის, წიგნები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები აღმოჩნდა. ჩვენ იესიან, დავითიან, სოლომონიან და ბაგრატიონ ირეკლე მეორის მიერ 1779 წელს გაცემულ წყალობის სიგელის დედანს ეროვნულ არქივში თავადაზნაურ და დეპუტატთა საქმეებში შემთხვევით მიაკვლიეს. ამან არქივისტებს ბიძგი მისცა მე-19 საუკუნის დაწესებულებათა ფონდებში დაცული ძველი საინტერესო საბუთები მოეძებნათ. როდესაც ჩვენ სხვა სამუშაოს ვასრულებდით, შემთხვევით აღმოჩნდა ირეკლე მეორე 1779 წელს ირეკლე მეორის გაცემული წყალობის სიგელი. რომელიც ძლიერ იყო დაზიანებული და ეს აქაც ისე არც დამონდილი იყო, არც ჩაკერებული. ჩვენ დავიწყეთ უკვე მე-19 საუკუნის ფონდების ძირფესვიანი შესწავლა, რომლის დროსაც გამოვლინდა გაცილებით ადრეული პერიოდის, კონკრეტულად კი მე-15 საუკუნიდან მოყოლებული იმ უნიკალური მასალის რამდენიმე დოკუმენტი გამოვლინდა, რომელიც უკვე გადმოტანილი არის ძველ საბუთთა განყოფილებაში. იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში ძველი დოკუმენტების კოლექციები ამის შემდეგ უამრავი საინტერესო დოკუმენტით შეივსო. ისინი არქივის თანამშრომლებმა მე-19 საუკუნის ფონდებში მოიძიეს. 1429 წელს ალექსანდრე ჯვრის მიერ გამოცემული დოკუმენტი, სოფელ კაწანისის სვეტიცხოვლისადმი შეწირლობის წიგნი, რომელსაც მეფის ხელრთვა ახლავს. არქივში უამრავ საინტერესო დოკუმენტთან ერთად იპოვეს. აქამდე ალექსანდრე მეფის მხოლოდ 2 სიგელი არსებობდა, ამიტომ ამ საბუთის მიკვლევას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აი ამ არაჩვეულებრივ დოკუმენტს ახლავს ალექსანდრე დიდის ხელრთვა. დანამდვილის კი არ იყო ამ საქმეში, იყო რამდენიმეჯერ გადაწყვეტილი ნაპირები დაზიანებული და აი ამ ღების შემდეგ რომელსაც მიეცა კოლექციის ნულერი აიწერა, გადაესა ლაბორატორიას და გაგეცდა რესტავრაცია. კოლექციები ლეონ მეფის მიერ 1566 წელს გამოცემული ყმამამულის წიგნით, მუარცაბ მეფის მიერ 1558 წელს გამოტანილი განაჩენით, სვიმონ მეფის და ვახტანგ მეექვსის წყალობის წიგნით, შაჰ-აბასის ფირმანი, თეიმურაზის, გიორგი მე-12-ის და სხვა მეფეების უმნიშვნელოვანესი დოკუმენტებით შეივსო. მკვლევარებისთვის ამ სამუშაოებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მათთვის არქივში საინტერესო ცნობების მოძიების პროცესი ბევრად უფრო ადვილდება. გამოვლინდა აბსოლუტურად ახალი მასალები, ისტორიული მასალები დღევანდელ არქივში. ეს არის ძალიან დიდი დამსახურება დღევანდელი არქივის თანამშრომლების და იმის თქმაც მინდა, რომ როგორც აი წარსულის გარეშე ნამდვილად არ არსებობს მომავალი, ეს ყოველი მასალა ახალი რაც არის დღეს, ეს ჩვენი ერის ისტორიაა. საისტორიო არქივი ძველ საბუთთა ფონდებში მუშაობა გრძელდება. დღის სინათლეს საცავებში ჩაკარგული კიდევ უამრავი საინტერესო დოკუმენტი იხილავს.